ჯერ ავიღეთ ეს ფორმა და გავასუფთავეთ ეს ნაწილი. ხო და მერე დარჩა ბოლო ფორმა, რომელიც ეხლა უნდა გავლაკოთ მთლიანობაში. მოდი დავიწყოთ. გიორგი კადაჩიანი სოციალურ საწარმო კოდალაში ჯერ სტაჟირებას გადის. მუშაობს ხეზე და აკეთებს სხვადასხვა ნაკეთობას. ამბობს, რომ აქსიარული ძალიან მოსწონს და სამსახურში აყვანას მოუთმელად ელოდება. ძალიან მომწონს საქაურობა. ერთი თვეა რაც აქ დავდივარ და პრაქტიკაზე ვარ ეხლა მოსული და ვაკეთებ ასეთ რაღაცებს. კოდალა სოციალური საწარმოა და მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმაროს. დაწესებულების ძირითადი პროდუქცია ხის ფერადი ასაწყობის სათამაშოებია. საწარმოში მოსული სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები ახალ პროფესიებსაც სწავლობენ. ამჟამად 15 ბენეფიციარია დასაქმებული. ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს ჩვენ საწარმოს და დაახლოებით 15-მდე ბენეფიციარია გარკვეულ პერიოდის ფარგლებში დასაქმებული ჩვენს კომპანიაში. ასევე გადიან გარკვეული ტიპის რეაბილიტაციას, ძალიან გარემოს ქმნით მათთვის და იქნება ძალიან საყვარელი თბილი გარემო, ასევე ძალიან კარგი და ლამაზი პროდუქტები ჩვენი შვილებისთვის. აუცილებელია ქვეყანაში შეგრძნება განვითარდეს სოციალური მეწარმოების მიმართ და ასევე ქართული პროდუქციის მიმართაც. და ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ და ჩვენი მსგავსი ტიპის კომპანიები განვითარდნენ, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება რეალიზება, მით უმეტეს იმ ადამიანს, ვისაც სტიგმა აქვს მთელი ცხოვრება და ვისაც სულ ესმის, რომ ქმედ უნაროა სინამდვილეში, აი ფაქტი გვაქვს ამისი, რომ მშვენივრად შეუძლიათ გამოიმუშაონ და თავიანთ თავზე თვითონ აიყვან პასუხისმგებლობა ფინანსური კუთხითაც. ეს ნივთები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მოხატულია. ანგელოზები, მამლები, კურდღლები, ზარდახშები, საფანქრეები. ამ და სხვა ფერად ხელნაკეთ ნივთებს სოციალურ საწარმო ბაბალეში აღმოაჩენთ. აქაურობა 2 წლის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ინიციატივით დაარსდა. ბაბალეს მიზანი ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა დასაქმებაა. მთავარ ამოცანას წარმატებით ასრულებენ და დღეს საწარმოში 5 ბენეფიციარი მუშაობს. რა თქმა უნდა, რთული არის ძალიან და ბევრ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს სოციალური საწარმოს შენარჩუნება. და მით უმეტეს ჩვენი საწარმო თვით დაფინანსებაზეა. გვაქვს გეგმები ასევე განვითარების, გაფართოების და ალბათ მომავალში მეც შევძლებთ. მოზარდებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში პედაგოგები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ეხმარებიან. როგორც თავად ბენეფიციარები ამბობენ, ბაბალეში უამრავი მეგობარი ჰყავთ და საწარმოში გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებულად სახალისოა. მუშაობ ჩვენ ბაბალეში. რა შემუშაობ და მხება, მცივებს ვაკეთე და მცივები კიდე ავაგე და რაღაცებს ვაკეთებ და სოციალური საწარმოების არსებობის მნიშვნელობა რომ გადაუჭარბებელია, ამ საკითხზე ყველათან ხვდება. როგორც სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში შეზღუდული უნარების მქონე პირთა დასაქმების პერსპექტივები ნელ-ნელა ჩნდება. ქვეყანაში სოციალური საწარმოების რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, თუმცა იქ დასაქმებული ადამიანები მომავალს იმედით უყურებენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტექნოპარკის შენობის ეზოში. ეს არის სწორედ ის შენობა, სადაც მოდის უამრავი ადამიანი ახალი ინოვაციური იდეებით. მოდით შევიდეთ და ვნახოთ